ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება მიუნხენის ბაიერნთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გარკვეული დრო მარცხენას ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე გაეტარებინა ბევრმა დაიწუნა. კრიტიკოსთა შორის აღმოჩნდა ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი დანიელ რიოლიც, რომელიც თვლის, რომ ესპანელი მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელს ცუდ საქმეს უკეთებს. რიოლის აზრით, კვარაცხელიას საკუთარი ტალანტის სრულად წარმოჩენა მხოლოდ მარცხენა ფლანგზე შეუძლია და მცდელობები, რომ მისგან უნივერსალი ფეხბურთელი შეიქმნას, წარუმატებლად დასრულდება. ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებში არის რაღაცეები, რაც ჩემთვის გაუგებარია. არასდროს თვლიდი, რომ ნოვატორული იდეები ისაა, რაც ყველა ვარიანტში სარგებელს მოიტანს. ცხადია, რიგი ფეხბურთელებისა ცვლილებების შემდეგ უფრო ძლიერები ხდებიან, თუმცა ეს ძალიან სარისკო თემაა. მაგალითად, დემბელე ყოველთვის შეტევის ბოლო ფაზაში უნდა მოქმედებდეს, კვარაცხელიამ კი მარცხნიდან უნდა ითამაშოს და არა მარჯვნიდან. იმ ფონზეც კი, როდესაც ლუის ენრიკე მუდმივად ფეხბურთელების უნივერსალობაზე საუბრობს, ზღვარი ყველაფერს გააჩნია. როგორი გენიალური მწვრთნელიც არ უნდა იყოს ის, შეუძლებელია, რომ ყველა ფეხბურთელის გადასხვა ფერება მოახერხო. ისევ კვარას დაუბრუნდები. როდესაც ის მარჯვნიდან უტევს, 1-მთლიანიდან 0.75-ს ვიღებთ. აი, მარცხნიდან კი სრული ერთიანია, იმ ტოპ დონეზეა, რასაც მისგან ველით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კვარაცხელია მარჯვენა ფლანგზე არის ფეხბურთელი, რომელსაც უნარების 1/4 სართმეული აქვს. განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლმა.